სანამ მარწყვის სეზონი დამთავრდება, აუცილებლად მოამზადეთ მარწყვის ჩიზკეიკი ცხობის გარეშე. ამისათვის დაგჭირდებათ მარწყვი 9 კილო, რომელიც უნდა დაჭრათ პატარა ნაწილებად, დააყაროთ შაქარი და გადადგათ გვერდზე, რათა წვენი გაუშვას. 250 გრამი ორცხობილა დააბლენდერეთ. წინასწარ გაამზადეთ ფორმა, სადაც უნდა მოათავსოთ ჩიზკეიკი. ორცხობილაში ჩაამატეთ გამტნარი 150 გრამი კარაქი, კარგად აურიეთ, გადაიტანეთ ფორმაში და დატკეპნეთ. %-იანი 200 გრამი ნაღები გადაგვიფეთ, დაამატეთ ვანილინი, 150 გრამი შაქრის პუდრი, 50 გრამი დარბილებული კარაქი და 200 გრამი კრემ-ყველი. გადაგვიფეთ კარგად. 2 სუფრისკო ჟელატინს დაასხეთ ცოტა ოდენი წყალი და დადგით გასაფუებლად. მარწყვი გადაწურეთ საწორზე. რბილობი ჩაამატეთ მასაში, დაამატეთ გამტნარი ჟელატინი და კარგად აურიეთ. გადაიტანეთ ფორმაში, გადაუსწრებით თავი და შედგეთ მაცივარში 9 საათით. 2 სუფრისკოზე ჟელატინი წინასწარ ისევ იგივე პრინციპით დაალბეთ და გადაურიეთ გამტნარი მარწყვის წვენში. გამოიღეთ მაცივიდან უკვე შემაგრებული ჩიზკეიკი, ზემოდან მორთეთ მარწყობით და მოასხით ჟელე. შედგით ისევ მაცივარში დაახლოებით 3 საათის განმავლობაში, რათა კარგად გამკვრივდეს. შეგიძლიათ მთელი ღამით დატოვოთ, შემდეგ გამოიღეთ, მოხსენით ფორმა და ისიამოვნეთ ულამაზესი და უგემრიელესი ჩიზკეიკით. თუ მოგეწონათ ვიდეო რეცეპტი, თხოვნა იქნება, რომ გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ, გააზიაროთ, დამიკომენტაროთ. ველი თქვენს გამოხმაურებებს. მომავალ შეხვედრამდე.